არასწორი მოლოდინები გაქვთ. გამარჯობა, მე ვარ სალი და რაც ვისწავლე მინდა რომ გაგიზიარო. პირველ კურსელებო, ვიცი უნივერსიტეტი ახლახანს დაგეწყოთ, ხოდა მოდი განვიხილოთ 3 არასწორი მოლოდინი, რომელიც შეიძლება გქონდეთ უნივერსიტეტის მეგობრებთან დაკავშირებით. პირველივე დღეს გავიჩენ საუკეთესო მეგობრებს. ხშირად მომისმენია აბიტურიენტებისგან, რომ კლასელები მე არ ამირჩევია და უნივერსიტეტში ვისაც მინდა იმას ვემეგობრები. კი ბატონო, მაგრამ ღირებულ კავშირებს ჯერ პოვნა ჭირდება. ლექციის აუდიტორიაში რომ ვიღაცის გვერდით შემთხვევითობის პრინციპით აღმოჩნდია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშენო ადამიანია. ან თუნდაც სემინარზე გუნდურ მუშაობაში რამდენიმე ადამიანის სახელი გაიგე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცებ შენი სასტავი იპოვე. რეალურად უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოში შეუძლებელი ადამიანის რეალური სახე შეიცნო. რადგან თვითონ გარემო გიქმნის ისეთ პირობებს, რომ მოგაჩვენოს თითქოს ძალიან ბევრი საერთო გაქვს. უი, შენც იურიდიულზე სწავლობ, მეც besties, ანუ ეგრე არ გამოვა, ხო? აუცილებლად წადით თქვენი უნივერსიტეტის welcome party-ზე. არავის არ ვიცნობ და მარტო მიტყდება წასვლა, ნუ გიტყდებათ. არაფერი არ არის ამაში გასატეხი. ზოგადად წლის განმავლობაში რამდენჯერ მეტარდება ესეთი წვეულებები, თუნდაც ჰალოუინზე, ახალწელზე, ვალენტინობაზე, შეამოწმეთ მეილი. არ გამოგრჩეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რაღაცებზე დასწრება. ყველა უნივერსიტეტს ასევე აქვს public Facebook ჯგუფები, სადაც ეს ინფორმაცია იწერება, თუ თქვათ მეილზე არ მოგივიდათ შეტყობინება. კიდევ გამიგია, განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისგან, რომ ერთი კვირა ოფიციალურად სწავლა არ იწყება და ერთი კვირის მერე ჩამოვალ რა განსხვავებაა. ძალიან დიდი. ერთი კვირის მერე შემოვლაყუნდები ლექციაზე და არც არავის არ იცნობ, არც ლექტორებს, არც კურსელებს და ყველანაირ სოციალურ აქტივობას უკვე ჩავლილი აქვს, ყველა შეთამაშებულია ერთმანეთთან და შენ ახლა შემოხვედიან. რა თქმა უნდა, ისევ შენ დაგაზარალებს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ სტუდენტური კავშირი საქართველოში არ არის საკმარისად განვითარებული, რომ არააკადემიური წრეები, ჯგუფები, საზოგადოებების რეგულარული შეხვედრები ტარდებოდეს თუნდაც ყოველ კვირა. ევროპაში მაგალითად უნივერსიტეტის პირველივე კვირაში ტარდება უზარმაზარი გამოფენა, სადაც სხვადასხვა სპორტული, თეატრალური, გასართობი აქტივობების რაღაც დაჯგუფებები დახლებზე დგანან და წარმოადგენენ თავიანთ პატარა სოციუმს, პატარა ბაბლს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაერთო მათ საქმიანობაში, რაღაცა პატარა ყოველ სემესტრული გადასახადის სანაცვლოდ. ძალიან მინდა რომ ეს კულტურა საქართველოშიც დამკვიდრდეს და ისევ ჩვენ თუ ვიზამთ ამას, იმიტომ რომ უნივერსიტეტს თუ ველოდე, ისინი ზედმეტად არ შეიწყებენ თავს ჩემი აზრით. ილიაუნის და თავისუფალ უნივერსიტეტს ვიცი რომ აქვთ თავიანთი სტუდენტური თეატრალური დასი, რომელიც ყოველ სემესტრულად თუ არა ყოველწლიურად მაინც გამართავენ ხოლმე და დგავენ პიესებს, მიუზიკლებს თუ ასე შემდეგ. თუ სხვა უნივერსიტეტიც იცით, რომელიც მსგავს აქტივობებს ეწევა, აუცილებლად დააკომენტარეთ და გაუზიარეთ ერთმანეთს. უნივერსიტეტის მეგობრები გამყვებიან ცხოვრების ბოლომდე. თუ შეინარჩუნებ კი, მაგრამ არც ეგ ხდება თავისით. ჩემი საყვარელი აქტივობა უნივერსიტეტის პერიოდში იყო ხოლმე კარაოკე. და ყოველ ხუთშაბათს მე და ჩემი მეგობრები მივდიოდით ხოლმე კარაოკე ბარში და გვიანობობ და იქ ვიყავით ხოლმე. მსგავსი საყვარელი აქტივობის პოვნა და იმ ადამიანების გარშემო შემოკრება, რომელსაც ასევე უყვარს ეს აქტივობა, ძალიან მარტივად ამყარებს ემოციურ კავშირს. არის ხოლმე, როცა თვითონ უნივერსიტეტი აორგანიზებს მსგავს აქტივობებს, მაგალითად, ისევ გამოვყოფ ილიაუნის და თავისუფალ უნივერსიტეტს, რომლებსაც აქვთ სამაგიდო თამაშების საღამოები. თუ შენს უნივერსიტეტსაც აქვს მსგავსი რამ, აუცილებლად გამიზიარე კომენტარებში. მაგრამ აქაც არ არის აუცილებელი, რომ იყო უნივერსიტეტზე დამოკიდებული. დაწერეთ ჯგუფებში, მიწერეთ კურსელებს, გამოიჩინეთ ინიციატივა და ეწვიეთ თუნდაც წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბს ან სამაგიდო თამაშების გილდიას. ჩემსავით ცეკვა სიმღერა თუ გირჩევნიათ, გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს. მუშტაიდი ვერანდას კარაოკე ღამეები. ნიკოლას ჯახაი არის ჩემი ერთი მეგობარი, რომელსაც როცა მიყავს ხოლმე საღამოები, მართლა ძალიან მაგარი ენერგეტიკა ტრიალებს რა. ლუპერს ბარი არის მეორე, კარგი ივენთები აქვთ მაგათაც, გარემოც კარგია და სხვათა შორის მუსიკალური გემოვნებაც აქვთ და ვინც იღებს მონაწილეობას კარაოკეში, არ დაგაყურებთ. და ბოლოს დალასის პაბზეც მსმენია, მაგრამ მე პირადად არ ვარ ნამყოფი და არც არავის ვიცნობ იქ რომ გულახდილად გირჩიოთ. მე დავდიოდი ვარშავას ბარში, ძალიან ციცქნა ადგილი მაგრამ სარდაფში დაბლა აქვთ დიდი ეკრანი და იქ შეგიძლიათ ნებისმიერი YouTube-ის კარაოკე ჩართოთ. მიკროფონები არ აქვთ, მაგრამ უფრო გუნდური გარემოა, იმიტომ რომ ყველა ვინც იმ დაბალ სართულზე ზის, ისინიც ყვებიან ხოლმე რა და
ძალიან კარგი ვაიბია მართლა და მე რამდენჯერაც ყოფილი ვარ ყოველთვის ძალიან კარგი მოგონებებით წამოსულ ვარ იქიდან. მოკლედ, უნივერსიტეტის პერიოდში გაჩენილი მეგობრები თავისით ესე არ ჩაგებღაუჭებიან თუ შენგან არ წამოვიდა რაღაცა დოზით სურვილი და ინიციატივა. ერთი სიტყვით, აყარეთ ხალხი და იარეთ ეს ადგილებში. თუ მეგობარს ვერ ვიპოვი, ესე იგი ჩემშია პრობლემა. ყველაზე დიდი ტყუილი რაც გამიგონია პირველ კურსელებისგან და თან ერთმანეთსაც ეუბნებიან ხოლმე იგივეს. თუ ხედავ რომ ყველა ერთმანეთს იცნობს და შენ მარტო ხარ, ეს ძალიან ნორმალურია, მაგრამ დროებითია. და არავითარ შემთხვევაში არ არის ეს შენი ბრალი. ძალიან ცნობილი გამოთქმაა ბიზნეს სამყაროში, ნეტვორკინგი არის მარათონი და არა სპრინტი. დოქტორ ივან მისნერმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნეს ნეტვორკინგის ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მის წიგნში ამავე სათაურით თქვა ესეთი რამ. ხშირადო ადამიანები მიდიან ერთი ორ ღონისძიებაზე, გაცვლიან საკონტაქტოს ან უბრალოდ გაიგებენენ 10-მდე ადამიანის სახელს და გონიათ, რომ ეს კონტაქტები მათ ცხოვრებას მეორე დღესვე შეცვლის. თუ ეს არ მოხდა, წარუმატებლად გრძნობენ თავს და იწყებენ ძალიან ტოქსიკურ თვითკრიტიკას. მეგობრობა არ იქნება ერთი საუბრით. ის იქნება მაშინ, როცა ჩანხარ, სთავაზობ რაღაც ღირებულებას და უანგაროდ ეხმარები სხვას. თუ ხედავ, რომ შენს თანაკურსელს ძალიან უჭირს რომელიმე საგანი, შეგიძლია მიხვიდე ძალიან მარტივად მასთან და უთხრა: მე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩაუჯექი და გავაკეთე კონსპექტები, ძალიან დეტალური კონსპექტები და შემიძლია გაგიზიარო და მე ერთად განვიხილოთ, კაი? ან თუ შემთხვევით წააწყდი ძალიან საინტერესო სტაჟირებას და იცი, რომ შენი თანაკურსელი დიდი ხანია ეძებს მსგავს შემოთავაზებას. გაუზიარე მას, არ დაიტოვო შენთვის. იქნებ ორივე აყავხართ და მე ნახე როგორ მარტივად დამეკობდებით. მოეშვი რა შენს თავში ბრალეულობების ძებნას. ფსიქოლოგიაში ამას ეძახიან ატრიბუციის შეცდომას. ეს არის სხვების ან სიტუაციის შეფასებისას დაშვებული ხშირი შეცდომა, როდესაც მიდრეკილება გვაქვს, რომ მიზეზი ვეძებოთ პერსონალურ ფაქტორებში და დავაიგნოროთ გარემო ფაქტორები. თუ უნივერსიტეტში მეგობარს ვერ პოულობ, პრობლემა ნამდვილად არ არის პერსონალურად შენში. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემო პირობები არ გიწყობენ ამაში ხელს. და ჯობია, რომ პასიური მოლოდინის რეჟიმში ყოფნიდან გადავიდეთ პროაქტიულ მოქმედებაზე. დღეისთვის სულ ეს იყო. როგორც ყოველთვის, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გამიკომენტარეთ, რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით. სალის ბაბლში ძალიან მინდა, რომ ღიად ვისაუბროთ ყველამ და დავეხმაროთ ერთმანეთს. შეიძლება ყველა მხრიდან გესმით, რომ აი მე შენზე მეტი ვიცი და მე ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, რომ ყველანი ერთად ვსწავლობთ. შემოგვიერთდით და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.